სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსნას. არს დაიყოს. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ იესო ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაულის შესახებ, როდესაც მან განკურნა 10 კეთროვანი ადამიანი. ნუ სანამ უშუალოდ ამ ამის შესახებ მოგითხრობდეთ, მინდა გითხრათ, რომ კალენდარული წელი სრულდება და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეკლესია ჩვენ აი ამ საკითხავს გვთავაზობს. იმიტომ რომ ეს არის სახარების ეს ადგილი მადლიერების შესახებ. აი ჩვენ წლის ბოლოს უნდა კარგად დავფიქრდეთ, რისთვის ვმადლობთ უფალს. მადლიერების შესახებ არის ეს. ეს იმდენად სამბეშტავე ამბავია, რომ შეიძლება ითქვას, რომ ლამის როგორც იგავე, ნამდვილი ამბავია ეს მართლა ესე მოხდა, მაგრამ აი როგორც იგავე, თავისი იგავური თხრობის მნიშვნელობით, თავისი შედეგებით, აი რაღაც ამდაგვარი თხრობა არის ეს და იმის შესახებ მინდა მოგახსენოთ. რა მოხდა? ესე იგი, იესო მოდიოდა და 10 ადამიანი შეხვდა, 10 კეთროვანი. ხა მე რა თქმა უნდა ამ დეტალებს აღარ ჩავუყმავდები, რას ნიშნავდა, როგორი სოციალური შეზღუდვები ჰქონდათ ამ კეთრონებს, რომ ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა ადამიანებთან და ესენი ერთად დადიოდნენ და შიშის ზარს გვრიდნენ ადამიანებს, იმიტომ რომ ებრაელები თვლიდნენ, რომ საერთოდ ყველა უბედურება ცოდვების შედეგია და ესეც აი კეთროვანი თან სანახავი არის კეთროვანი ადამიანი და ესეც ესე იყო და იესომ ესენი გაათავისუფლა ამისგან, ანუ განკურნა და აი შემდეგ მოხდა ესეთი ამბავი, რომ ესენი წავიდნენ და ერთი დაბრუნდა მარტო მადლობის სათქმელად. წადით ესე იგი უთხრა, რომ თქვენი თავი უჩვენეთ გდელს. ანუ გდელს ეკლესიას ჰქონდა მაშინ მინიჭებულია ეს უფლება, რომ ეთქვა, რომ ეს არის თუ არა კეთროვანი, განიკურნა თუ არა, თუ დაავადებულია თუ არა და მოკლედ დასკვნა ეკლესიას უნდა გააკეთებინა. ესენი წავიდნენ ეკლესიაში სასწრაფოდ ამ დასკვნის მისაღებად და ერთი მოუბრუნდა და იესო ეკითხება, რომ კი მაგრამ 10 არ განიკურნეთ, 9 სადღა არიან. ხო და შემდეგ თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ აი ვერ იპოვენ ეგოდენ, ანუ ვერ მოაბეს თავი, ვერ გადაწყვიტეს ამ დანარჩენმა 9-მ, რომ მოსულიყო და ეს ერთი მოbrunდა, რომელიც იყო სამარიტელი, რომელიც არ იყო ებრაელი. აქ ძალიან ბევრი კითხვა ჩდება, პირველ რიგში კითხვა კი არა დასკვნა, რომ როგორც კი ადამიანი დაფიქრდება და მიხვდება, რამხელა სიკეთე აქვს ღმერთისგან მიღებული, უნდა აუცილებლად მივიდეს და მადლობა უთხრას და საერთოდ ეს უნდა დავიმახსოვროთ ყველამ აბსოლუტურად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შენ ადამიანი თუ ღმერთის სიკეთეს გაგიკეთებს, მადლობა უნდა თქვა, აუცილებლად მადლობის თქმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი. ეს პირველ რიგში შენთვის არის, რომ შენ მადლიერი რო ხარ, ამითი შენ შენს ღირსებას გამოხატავ ამით. ოღონდ ეხლა რა მოხდა აქ? ეს ერთი მოვიდა, რომელიც არ იყო ებრაელი, ეს 9 ებრაელი არც ერთი არ დაბრუნდა. იცით რა კითხვა მიჩნდება, რომ ერთი მაინც რატო არ მოbrunდა იმ 9-დან? როგორ ესე ეხლა არც ერთი არ აღმოჩნდა მადლიერი? რაში აქვს საქმე? აქ რაღაცაშია საქმე, რასაც იესო მთელი სახარებაში სულ ძირითადად ეს თემა არის, რომ ამ ხელს ებრაელებს. რა მოხდა? რატო არ მოbrunდა არც ერთი ებრაელი იქიდან? იმიტომ არ მოbrunდა, რომ ამ ებრაელებს ყველას ჰქონდა, რა ვიცი რა უწოდო, სოციალური ამპარტავნება. ეს ამპარტავნება, რომ აი მე ასე გადავწყვიტე. აი თითოეულმა ებრაელმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იმართებოდა. რა თქმა უნდა წავიდეს ჯერ და გაიგოს მართლა განიკურნა თუ არა. ეს სამარიტელი ნახა რომ განიკურნა და მოbrunდა, უბრალოება გამოიჩინა რა. და ესენი წავიდნენ. და აი ის რომ ესე იგი ებრაელები წავიდნენ ჯერ იქ რომ ესე იგი იმის მაგერად რომ ღმერთს მადლობა უთხრან, აი ეს არის სწორედ ეს ამპარტავნება საშინელი, რომ მათ გადაწყვიტეს თავიანთი აზრი იყო ესეთი და აი ამ აზრს უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს, ვიდრე უმარტივეს, უბრალო ეს ადამიანურ თვისებას, რომ მადლობა თქვი.
მადლობა ამხელა უბედურებისგან განიკურნე. წადი თქვი მადლობა და მერე წადი და რაც გინდა ისქენი ვისთანაც გინდა და მიდი და არა ეს არის ამ პარტნიორი. რატო არც ერთი არ მობრუნდა? ეს უფრო ადვილი კითხვაა, იმიტომ რომ სწორედ ამ პარტნიორებიდან გამომდინარე ერთმანეთის სამხედრობით. ეხლა ერთი რომ მობრუნებული იყო, ის დანარჩენები დაცინებდნენ, ალბათ თუ რა ვიცი რა იქნებოდა. მოკლედ ეს აქ არის ძალიან ღრმად ფესვებ გადმული და მე მინდა გითხრათ, რომ დღესაც არსებობენ ერები ქვეყანაზე, ზოგი კი და ზოგი არა, მაგრამ არსებობენ, რომლებიც თვლიან, რომ ესენი არიან გამორჩეულები და ესენი არიან რჩეულები და რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი ეკუთვნით, რაც ესე იგი სიკეთე არსებობს. ყველაფერი პირველ რიგში მათ ეკუთვნის. ესე თვლიან ეს ადამიანების სოციალური ესეთი სცენი არსებობს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ჩვენც ამ სიაში ვართ ქართველები, რომ ლექსით გვაქვს ესეთი, რაც კარგები ვართ. ქართველები ვართ, სულ ხელის გურძე სატარებლები და ეს არის ის საშინელება, რასაც იესო ქრისტე ამ ხელს სახარებაში. აი ეს ჩვენი ის, რომ აი ჩვენ ვართ საუკეთესოები, არა ვართ. საუკეთესო ეს არის უბრალოება. უბრალოება, რომელიც აი ამ სამარიტელმა, რომელსაც ისედაც ყველა დაცინობდა, გამოიჩინა და მობრუნდა და მადლობა უთხრა იესოს. ასე რომ ჩვენ ესე იგი დღევანდელი სახარებიდან ორი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა დავიმახსოვროთ. ერთი ის, რომ აუცილებლად მადლობა უნდა გამოვხატოთ, უნდა უთხრათ მადლობა ადამიანს თუ ღმერთს, რომელიც ჩვენს სიკეთეს გაგვიკეთებს და მეორე, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს რაღაცას ისაძაგლე, რომ აი ჩვენ რაღაცა გვეკუთვნის, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ვართ, რაღაცას წარმოვადგენთ. აი ესე რომ ფიქრობს ადამიანი ინდივიდუალურად, რომ ის თვითონ კარგია და ამიტომ რა თქმა უნდა ყველა კარგად უნდა მოექცეს, ერთმა ადამიანმა თქვა სხვათა შორის ისეთი რაღაცა. რომ აი კარგად ხო კარგად მოგექცა, როდესაც უთხრეს და მე კარგი ვარო და ყველა კარგად მეკცევა. აი ესეთი რაღაცა თქვა რა. აი ეს ამაზე უფრო ესეთი სისაძაგლე მე ცოტა ძნელად წარმომიდგენია. ხო და ერთი ეს და მეორე აი ესეთი სოციალური, რომ აი ჩვენ ვართ ესეთები და ეს არის არასწორი. ჩვენ უნდა ვიყოთ უბრალოები და რაც უფრო მეტად დავიმდაბლებთ თავს, მით უფრო მეტად აღმომაღლებს ღმერთი, რომელმაც დაგლოცოს ყველანი და გაგვათავისუფლოს ამ პარტნიორებისაგან და მოგმადლოს მადლიერების გრძნობა. ჩვენთან არს ღმერთი.